მოგესალმებით. შემდეგი თემა გვაქვს მე-15 თემა, მე-15 არგუმენტი გვაქვს სორპასო. დღეს უნდა განვიხილოთ, როგორ უნდა განვახორციელოთ გასრება, რა უნდა გავითვალისწინოთ, როგორ უნდა განვახორციელოთ შემდეგ რეენტრო, ანუ მარჯვენა კორსიაში დასრება, დაბრუნება, როგორ უნდა განვახორციელოთ მარცხნივ მოხვა და შემდეგ მარჯვნიდან გასრება და ასე შემდეგ. სად არის აკრძალული გასრება, სად არის დაშვებული გასრება. მაშას გასრება არის, როდესაც ერთი ტრანსპორტი უსწრებს მეორე ტრანსპორტს. გასრების წინ უნდა გავითვალისწინოთ prima di sorpassare, dobbiamo controllare, უნდა გავაკონტროლოთ პირველი. Striscia bianca longitudine discontinua, ანუ არის თუ არა შუა ღერძულა ხაზი უწყვეტილი. Se si vede bene davanti la strada, თუ ჩვენს წინ გზა არის კარგად მხედველობის არეალი თუ კარგია. Se c'è lo spazio per sorpassare e rientro, თუ ჩვენთვის გასასწრები მანძილი გვაქვს და შემდეგ უკან დაბრუნების რეენტრარის მანძილიც გვაქვს, უნდა გავითვალისწინოთ ესეც. და მეოთხე, se nessun veicolo davanti o dietro ha già messo la freccia, თუ უკან ან ჩვენს წინ ხომ არავინ დაიწყო იგივე მანევრი, ხომ არავინ ჩართო მარცხენა ინდიკატორი, ფრეჩა. ესე იგი, როდესაც ვიწყებთ გასწრებას, აუცილებლად უნდა ჩავთოთ მარცხენა მხარის ციმციმა, direzione di freccia a sinistra. რა თქმა უნდა, ამასთან ერთად ვაკონტროლებთ ჩვენს უკან ხომ არავინ დაიწყო იგივე მანევრი, ან ჩვენს წინ ხომ არავის აქვს იგივე მანევრი დაწყებული. თუ არავის არ აქვს დაწყებული და გზა მაქვს თავისუფალი, მხედველობის არეალიც მაქვს კარგი, ვიწყებ გასრების ზოლში გადასვლას, ანუ მარცხენა კორსიაზე ვიწყებ გადასვლას. რა თქმა უნდა, აქედანვე გასრებისთანავე ვიწყებ მე დისტანცია di sicurezza laterales დაცვას და როდესაც უკვე მე გავასწრებ გასასწრებ ტრანსპორტს, მარჯვენა სარკით ვაკონტროლებ დისტანციას, სად დავტოვე ეს მანქანა, რომ ეს ტრანსპორტი რომ მე რეენტრო გავაკეთო. ასევე მარჯვენა, ანუ გასრების შემდეგ, როცა უკვე მე რეენტრარე უნდა გავაკეთო, ვრთავ მარჯვენა მხარის ფრეჩას და შემდეგ უკვე ვიწყებ შესვლას. რა თქმა უნდა, ვაკონტროლებ სარკეებით, შუა და გარეთა ლატერალის სარკეთი ვაკონტროლებ მანქანის გასასწრებ ტრანსპორტთან დისტანცია როგორ მაქვს. არ აქვს მნიშვნელობა, როგორ ტრანსპორტს უსწრებთ 4 თვლიანს ავტოვეტურას თუ 2 თვლიანს მოტორიანს. აქვე გასათვალისწინებელია, რომ 2 თვლიანი მოტორიანი ტრანსპორტი, ანუ მოტოციკლეტები, ამათვისაც სავალდებულოა გასრება განახორციელონ მარცხენა კორსიიდან, მარცხენა მხრიდან. როგორც წესი, 2 თვლიანი ტრანსპორტი, ველოსიპედი, მოტორი და მოტოციკლეტები მოძრაობენ მარჯვენა მარჯინეს მხარეს. ესე იგი, დაწყებული გვაქვს გასწრება და შემდეგ უკვე უნდა შევიდეთ, როდესაც
დისტანციასაც დავიცავ, გავასწრებ კიდეც, ჩავთავთ შემდეგ მარჯვენა მხარის ფრეჩას და რიენტოს გავაკეთებთ. ჩვენი მანძილი, გასასწრები მანძილი დამოკიდებულია გასასწრებ ტრანსპორტის სიგრძეზე. Spazio necessario alla manovra di sorpasso può i veicoli vanno veloce di più spazio serve e anche quando veicoli sono lunghi ci serve spazio più maggiore. ანუ გასასწრები მანძილი საჭიროა თუ გასასწრებ და გამსწრებ ტრანსპორტ შორის არის ცოტა განსხვავება ველოჩიტაში, ანუ დიფერენცია არის პატარა სიჩქარეში და ასევე მისჭირდება უფრო მეტი დრო მანძილი გასასწრებად და ასევე მეტი მანძილია გასასწრებად საჭირო, როდესაც ჩვენ ვუსწრებთ გრძელ მანქანას. ეხლა მაგალითისთვის ეს რომ ავიღოთ გრძელ მანქანასთან უფრო მეტი დრო მჭირდება, მანძილი მჭირდება, რომ გასწრება გავაკეთოთ. Pericolo di revati dalla manovra di sorpasso. რა შეიძლება იყოს pericolo სახიფათო გასწრების დროს? სახიფათო შეიძლება იყოს, როდესაც გასწრება დაწყებული აქვს ტრანსპორტს და მის ორმხრივ მოძრაობაზე და ფრონტირიდან, ანუ საპირისპირო მიმართულებიდან, ოპოსტო მხრიდან მანქანა გვიახლოვდება. აუცილებლად უნდა რიდურე გავაკეთოთ ველოჩიტასი, ანუ უნდა შევანელოთ და დავბრუნდეთ მარჯვენა მხარეს ისევ. ასევე სახიფათო არის, როდესაც დაწყებული აქვს მანოვრი უკვე ერთ ტრანსპორტს გასწრების და ჩვენც იგივე მანოვრი დავიწყეთ. რა თქმა უნდა, არც ეს არ შეიძლება. Sorpasso a destra quando si può sorpassare a destra. ანუ, როდესაც შეიძლება გასწრება მარჯვნიდან, გასწრება შეიძლება მარჯვნიდან იმ დროს, როდესაც ჩვენს წინ მიმავალმა მანქანამ ჩართო მარცხენა მხარის ციმციმა, როგორც ამ შემთხვევაში, და ჩვენ უკვე შეგვიძლია მარჯვენა მხრიდან გვერდი ავუქციოთ და გასწრება გავუკეთოთ. ასევე შეიძლება მარჯვენა მხრიდან გასწრება განხორციელდეს სენსო უნიკოზე, თუ კი ჩემს წინ მიმავალმა ტრანსპორტმა ჩართო მარცხენა მხარის ფრეჩა დირექციონე და აკოსტარე უნდა გააკეთოს, ანუ უნდა გააჩეროს მარცხენა მხარეს ტრანსპორტი. ასევე დაშვებულია გასწრება ტრამთან მარჯვენა მხრიდან თუ necessario spazio abbiamo, თუ კი საჭირო მანძილი გვაქვს. ასევე დაშვებული არის გასწრება ტრამთან მარჯვნიდან თუ არსებობს სალვაჯენტი. გასწრება აკრძალულია იქ, სადაც არის დივიეტოს ნიშანი, დისორპასოს ნიშანი, როდესაც გასწრება აკრძალულია, თუ კი ჩვენ უნდა გადავკვეთოთ ლინია მეძერია კონტინუა, თუ ვიზიბილიტა არის შეზღუდული, გასწრება აკრძალულია, non possiamo vedere bene, თუ გასწრების დროს არ გვაქვს სპაციო, მანძილი საკმარისი, თუ გასწრების დროს დაიწყოს სხვამაც დაიწყო გასწრება, იგივე მანოვრი. კურვებში არის აკრძალული, როდესაც უნდა გადავიდე დოპიო სენსოზე და გადავიდე სენსო ოპოსტოს მხარეს, როგორც ამ შემთხვევაშია. ასევე აკრძალულია პასაჟო ველოს სენსა ბარიერზე, თუ კი შუქნიშანიანთებულია, თუ უნდა გადავკვეთო ლინია მეძერია და გადავიდე
სენსო ოპოსტოს მხარეს, მარჯვნიდან გასწრება აკრძალულია ტრამთან, თუ არ არსებობს სალვაჯენტი, გასწრება აკრძალულია ტრანსპორტზე, რომელმაც დაუთმო გზა პედონეს ან შიკრის ატრავერსამენტო პედონალესთან და მას უნდა გასწრება გაუკეთოთ, ანუ გაჩერებულ მანქანას უნდა გაუკეთოთ გასწრება. ასევე გასწრება აკრძალულია, თუ კი სემაფორი არ არეგულირებს გზას და ჩვენ უნდა გადავკვეთოთ სენსო ოპოსტოს მხარე. თუ სემაფორი არეგულირებს გზაჯვარდის, მაშინ გასწრება დაშვებულია, მაგრამ არ უნდა გადავიდეთ სენსო ოპოსტოს მხარეს, ანუ საპირისპირო მხარეს არ უნდა გადავიდეთ. სემიკარეჯად სხვა მარჩის, სენსო დი მარჩის მხარე არ უნდა დავიკავოთ. Sorpasso consentito in caso di scarsa visibilità, quando si può sorpassare. Sui dossi, ანუ აღმართზე, როდის შეიძლება გასწრება განხორციელდეს. თუ არის სენსო უნიკო, კარეჯატა, ერთი კარეჯატა და არის ორი კორსიე, ჩვეულებრივ შეიძლება დოსოზე გასწრება. თუ არის კარეჯატა სეპარატა, გასწრება დაშვებულია. თუ არის დოპიო სენსო, due corsie per ogni senso di marcia, რა თქმა უნდა, გასწრება დაშვებულია. Sorpasso consentito all'incrocio. დაშვებულია გასწრება, როდესაც ჩემს წინ მიმავალმა მანქანამ, ანუ ჩვენს წინ მიმავალმა ტრანსპორტმა ჩართომ მარცხენა მხარის ციმციმა და მოხვევა უნდა გააკეთოს, ამ დროს ჩვენ შეგვიძლია მარჯვნიდან გავაკეთოთ გასწრება. Quando sono vigile o semafori არეგულირებს, ანუ როდესაც სემაფორი ან ვიჯილი არეგულირებს გზაჯვარედინს, გასწრება დაშვებულია. როდესაც ტრანსპორტი გასწრებას უკეთებს მოტოციკლს, ორთვლიან ტრანსპორტს, თუ ის არ გადაკვეთავს სენსო ოპოსტოს მხარეს, არ გადავა სხვა მხარის, მიმართულების მხარის კარეჯატაზე, კორსიაზე. როდესაც გვაქვს ჩვენი უპირატესობა, დირექტორ მთავარ გზაზე ვდგევართ, უნასტრადა ადუეკო კარეჯატე სეპარატ, თუ არის კარეჯატები სეპარატ, ანუ ცალ-ცალკე გასწრება დაშვებულია სენსო უნიკოზე, რა თქმა უნდა, ალმენო due corsie მაინც ხომ უნდა იყოს. და როდესაც გვაქვს ჰორიზონტალური ნიშნები, რომელიც გვაძლევს უფლებას, რომ გასწრება განახორციელოთ. ეს გახოთ სულ ძალიან მწირი არის სორპასოს თემები, ძალიან ადვილია. რა თქმა უნდა გავითვალისწინოთ გასწრების დროს აუცილებელი რამ ეს არის როგორ გზაზე ვიმყოფებით, ასფალტის როგორი ასფალტი არის, კონდიციონედი ასფალტო, როგორი ამინდია, როგორი საბურავები გვაქვს, როგორი მოხრუჭები გვაქვს, თვითონ მძღოლი რა მდგომარეობაშია, როგორი მდგომარეობაშია მანქანა თვითონ და ახლა თითოეული რო განვიხილოთ. იმ შემთხვევაში თუ ასფალტი სველი არის, ცოტა სიფრთხილე გვმართებს გასწრების დროს. თუ მშრალი არის ასფალტი, კარგი კონდიციონერში ვარ, არის კარგ მდგომარეობაში არის ასფალტი, რა თქმა უნდა, უფრო ადვილია გასწრება. საბურავების ბატისტრადა თუ კარგი გვაქვს, რა თქმა უნდა, კარგად დასრულდება გასწრება. თუ მოხრუჭები კარგია, რა თქმა უნდა, უფრო კარგად განვავითარებთ მანევრს.
თუ მხედველობის არეალი კარგი გვაქვს, უფრო კარგად განვავითარებთ მანევრს. თვითონ მძღოლის რეფლექსიც თუ სწრაფი არის და არ ვართ დაღლილები, რა თქმა უნდა, კარგი არის ესეც და მისასალმებელია გასწრებისთვის. მაგრამ თუ საბურავები არ ვარგა, ბატისტრადა არ უვარგა, პროტექტორები არ უვარგა, თუ ასფალტის ველია, თუ ამინდი არ ვარგა, ცუდი ამინდია, ნებია არის, ბურუსია, მხედველობის არეალი შეზღუდულია, ამ დროს რიფილტო უნდა გავაკეთოთ გასრებაზე, ანუ უარი უნდა ვთქვათ გასრებაზე. იმ შემთხვევაში შეიძლება გასრებაზე უარი ვთქვათ, როდესაც ჩვენ ორმხრივ მოძრაობაზე გავდივართ გასრებაზე და დავინახავთ, რომ გვიახლოვდება საპირისპირო მხრიდან წამოსული მანქანა, აუცილებლად უნდა გავაკეთოთ რიფილტო, შევანელოთ, დავარეგულიროთ სიჩქარე, dobbiamo rallentare e tornare a destra, corsia a destra, უნდა დავბრუნდეთ მარჯვენა კორსიაზე ისევ. წარმატებებს გისურვებთ მომავალ შეხვედრამდე.